გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის სრული რეაბილიტაცია იწყება. პროექტით გათვალისწინებულია შენობის გამაგრება, თანამედროვე სისტემებით აღჭურვა და შიდა კომუნიკაციების განახლება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025-27 წლებს მოიცავს და ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე გამაგრდება ნაგებობა და მოწესრიგდება ფასადი. მეორე ეტაპზე კი გათვალისწინებულია შენობის თანამედროვე სისტემებით აღჭურვა და რემონტი. სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში ლიტერატურის მუზეუმში დაცული უნიკალური ფონდები და მუზეუმის თანამშრომლები საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაიდებენ ბინას. საჯარო ბიბლიოთეკა, რომელიც ასევე ჩვენ მმართველობის სფეროშია, გადაიბარებს უშუალოდ შენობის რეაბილიტაციას, რადგან მათ დიდი გამოცდილება აქვთ შენობების რეაბილიტაციაში და შესაბამისი რაოდენობით თანამშრომელი ყავთ, რომ ამ საორგანიზაციო პროცესს, ესე რომ ვთქვათ, უხელმძღვანელონ, ამასთან ერთად გამოყოფენ თავიანთ ფარგლებში შესაბამის შენობას, იმისთვის, რომ ფონდები გადავიდეს, დაცული იყოს ეს თანამშრომლები, ვინც ლიტერატურის მუზეუმში არსებობენ, მათთვისაც შრომის პირობების დაცვით გამოიძებნება ფართები და იქ იმუშავებენ. უსაზღვროდ მადლიერები ვართ, რომ რეაბილიტაცია მოხდება ამ შენობის, რომელიც არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ჩვენ ამ პერიოდში შევძლებთ, რომ სხვა სივრცეებში, მაგალითად იგივე ეროვნულ ბიბლიოთეკაში გავაკეთოთ ჩვენი გამოფენები, რომელიც პერიოდულად მუდმივად იმართება და ასევე საფონდო საქმიანობასაც გავაგრძელებთ. ჩვენ ერთი ხოლგის ქვეშ ვიქნებით მოქცეულები და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ როგორც ეროვნული მეხსიერების შემნახველმა უმნიშვნელოვანესმა ინსტიტუტმა წარმატებით განვახორციელოთ ის რეაბილიტაცია, რომელიც აქ არის დაგეგმილი